საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აერონავტიკის უდიდესი ღონისძიება პარიზის ავიაშოუ დაიწყო, რომელზეც 58 ქვეყნიდან 2400 წარმომადგენელი გამოვა და რომელსაც როგორც ვარაუდობენ 300,000 ვიზიტორი დაესწრება. წელს მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავები და გამანადგურებლები არ მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას. თანამედროვე ომის წესებს დრონები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის. ირანსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობისა და ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მეოთხე წლის ფონზე ევროპა სწრაფად ცდილობს გადაიარაღებას. იტალიური კომპანია ლეონარდოსა და თურქული ბაიკარის წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტის შესახებ განაცხადეს, რომელიც შემდეგი თაობის დრონების შემუშავებასა და წარმოებას ითვალისწინებს. უპილოტო სისტემების მხრივ ევროპას საკმაოდ ჩამორჩა სხვებს. ამიტომ უპირველეს ყოვლისა მიზანი უნდა იყოს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა სხვადასხვა მისიის გათვალისწინებით, პლატფორმების დატვირთვისა და აფრენის გზების შესაძლებლობების შემუშავებითა და შემდგომში მათი ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთვის შეთავაზებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. უკრაინიდან მიღებული საბრძოლო გამოცდილება მთლიანად ცვლის არსებულ სტრატეგიებს. ევროპას სწრაფი და იაფი წარმოებისთვის სრული დამოუკიდებლობის მიღწევა სურს. იტალიურ-თურქული ინდუსტრიული თანამშრომლობა არ არის სიახლე. ის რომ დრონების 100% ევროპაში იქნება წარმოებული და გათვალისწინებული იქნება თურქეთის გამოცდილება, ინდუსტრიალიზაცია და ასევე იტალიური ხარისხი ძალიან კარგი რამ არის ევროპული თავდაცვისთვის. იმ დროს, როდესაც დრონები თანამედროვე ომის ფორმატს ცვლიან, ევროპა ფაქტობრივად რბოლაშია ჩართული, რომ სხვებს არ ჩამორჩეს.